ირაკლი ოქრუაშვილის საქმე უკვე მესამეა, რომელსაც პროკურატურა იძიებს. რატომ არ დაემორჩილა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების თავდაცვის მინისტრი კანონს და რატომ არ გამოცხადდა საგამოძიებო კომისიის ხდომაზე. პასუხი ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. მოდი კარგად ჩამოვყალიბდეთ. მე ხაზარაძე და ჯაფარიძე იმ რაღაც კომისიაზე თუ არ მივალთ, კარგი საქციელია და ქარელი, ვაშაძე და გოგავა თუ მივლენ, ისიც კარგი საქციელია. გოგავაზე ვინც ველდებით, ისიც იცოდე დღემდე ტიპი იარაღს ყიდის და კოცებისაგან ყოველთვე ლიცენზიას იღებს. ჩემნაირებს კი რა წნევი ჩარდავ, იმას უკონტროლებენ. გამომიყვანეთ 20 მეთაური გენერლად. ლელოს ლიდერები იყვნენ პირველები, ვინც საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს. არგუმენტი პარლამენტის და შესაბამისად მის მიერ შექმნილი კომისიის არალეგიტიმურობაა. მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმესაც უკვე პროკურატურა იძიებს, თუმცა პარტიაში პოზიციის შეცვლას არ აპირებენ. ვინც არ უნდა დაიბარონ, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი არავინ არ აპირებს რუსულ კომისიაში მისვლას და რუსული დავალების შესრულებაში მონაწილეობის მიღებას. ოპოზიციის უმრავლესობისთვის კომისიის საქმიანობა არამხოლოდ არალეგიტიმური, არამედ სახელმწიფოსთვის ღალატის ტოლფასია. ეგრეთ წოდებულ, ასე ვთქვათ, კომისიაზე, რომელსაც ხალხმა სამართლიანად დაარქვა ჯალათეას ღალატის კომისია, ნათლად გამოჩნდა თავისი მიზანი ამ კომისიის, რომ დასაჯოს ქართველი ხალხი. იმისთვის რომ მათ წინააღმდეგობა გაუწიეს რუს ოკუპანტს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო სერიაში ყველა ნახავს, თუ რომელად წარუმატებელი იქნება მთელი ეს განწირული სულისკვეთება საკუთარ ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ. თუმცა ქართული ოცნების წარმომადგენელთა მტკიცებით კომისიის მიზანი სწორედ სახელმწიფოს ღალატის გამოაშკარავება და ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხების პოვნის შესაძლებლობაა. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის რეალური მიზეზი მათი შეფასებით შიშია. ამბობენ, რომ არც ერთ მათგანს, ვინც კომისიაზე არ მივიდა, ქვეყნის წინაშე პასუხი არ აქვს. ეს ადამიანები არიან შეშინებულები კომისიაზე მისვლით, ვინაიდან იციან, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი უყურებს პირდაპირ ეთერში ამ საგამოძიებო კომისიას. იქ მათ სიცრუეს არავინ არ აპატიებს, ხოლო იქ რომ მათ ვის პასუხი გაცენ, რა პასუხის არის ობიექტური, თვითონვე თავს აღმოიჩენენ ძალიან რთულ მდგომარეობაში. მამუკა ხაზარაძეს თუ რამის თქმა უნდოდა და რამის თქმა შეეძლო, ის უნდა მოსულიყო საგამოძიებო კომისიის წინაშე და კი არა ეკეკლუცა, როგორც გუშინ იკეკლუცა თავის ტელევიზიებთან და რაღაც ორგანიზაციასთან ორგანიზებულ კითხვებზე, რომ ვითომ პასუხებს რომ სცემდა. კეთილი უნდა ენება და საგამოძიებო კომისიის წინაშე, საზოგადოების წინაშე, საზოგადოებას რომ კითხვები აქვს, იმ კითხვებს უნდა გაეცა აბსოლუტურად გულწრფელად პასუხები, მაგრამ გულწრფელობა და მამუკა ხაზარაძე ერთმანეთთან აბსოლუტურად დაპირისპირებული ცნებებია და როგორც მამუკა ხაზარაძე ისევე ოქრუაშვილი თუ მისი სხვა წარმომადგენლები თუ მეგობრები, რა თქმა უნდა, თავს არიდებენ, რომ კომისიის კანონიერი მოთხოვნა შეასრულოს. ყველამ კარგად ვნახეთ, კონკრეტულად მაგნატის საქმესთან დაკავშირებით, მთელი ის პროცესი, რომელიც წარიმართა კომისიის ფარგლებში, ახლად გამოჩნდა მათი დამოკიდებულებები, იმ სისტემის ერთ-ერთი მონაწილე ელემენტის როლი ბიზნესის, ისე ვთქვათ, რეკეტის საქმეში ეს ნათლად გამოჩნდა ამ კომისიაზე. სწორედ მათი ეს ქმედება, არ გამოცხადება კომისიაზე, მეტყველებს მათ დამოკიდებულებაზე და რეალურად მეტყველებს მათ წარსულ ბმაზე რეალურად ამ საქმესთან დაკავშირებით, რაც არ უნდა, ესე ვთქვათ, თავისი ვიწრო პოლიტიკური ნიშით ფუთონ ეს ყველაფერი. საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა სავალდებულოა. კანონის სასჯელსაც ითვალისწინებს, რაც ჯარიმას ან 1 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.